დღეს, როდესაც სოფლიო ჯანდაცვა დგას მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე, მოსახლეობის დაბერება, არაგადამდები დაავადებების ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი და ფინანსური მდგრადობის საკითხები განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებაც შეძლეს ეფექტიანი, სამართლიანი და მდგრადი სისტემების ჩამოყალიბება. ასეთ მაგალითად ხშირად მოიხსენიებენ დანიას, რომლის ჯანდაცვის მოდელი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება. დანიის ჯანდაცვის სისტემა წარმოადგენს სკანდინავიური ქვეყნებისთვის დამახასიათებელ ბევერიჯის ტიპის მოდელს, რომელიც დაფუძნებულია ზოგად საგადასახადო დაფინანსებაზე, უნივერსალურ დაფარვასა და ძლიერი საჯარო სექტორის დომინაციაზე. სისტემა უზრუნველყოფს მოსახლეობის პრაქტიკულად სრულ დაფარვას და სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობას სოციალური სტატუსის მიუხედავად. მისი ორგანიზაცია დეცენტრალიზებულია და მოიცავს სამ დონეს: ცენტრალური ხელისუფლება, განსაზღვრავს პოლიტიკასა და სტრატეგიას. 5 რეგიონი პასუხისმგებელია ჰოსპიტალურ და სპეციალიზირებულ მომსახურებაზე, ხოლო მუნიციპალიტეტები მართავენ პრევენციას, რეაბილიტაციასა და ხანგრძლივ მოვლას. სისტემის წარმატების საფუძველი არა მხოლოდ ორგანიზაციული მოდელი, არამედ მისი ღირებულებებია: თანასწორობა, ხარისხი, გამჭვირვალობა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა. მოქალაქეს აქვს როგორც მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე არჩევანის უფლება, რაც ზრდის ნდობას სისტემის მიმართ. პარალელურად მუდმივად მიმდინარეობს მომსახურების ხარისხის შეფასება და გაუმჯობესება. ფინანსურად დანიის ჯანდაცვის სისტემა თითქმის სრულად ეფუძნება ზოგად გადასახადებს. ჯანდაცვაზე დანახარჯი შეადგენს დაახლოებით 10,11% მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის, რაც ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. აქედან დაახლოებით 83-85% საჯარო დაფინანსებაზე მოდის, ხოლო მოსახლეობის პირდაპირი გადახდები დაბალია, დაახლოებით 13-14%. ერთსულ მოსახლეზე ჯანდაცვაზე დანახარჯი შეადგენს დაახლოებით 5,600 ამერიკული დოლარის ექვივალენტს. სისტემის ერთ-ერთი საყრდენი ძლიერი პირველადი ჯანდაცვაა. ოჯახის ექიმი წარმოადგენს პაციენტის პირველ კონტაქტს და ასრულებს კარიბჭის ფუნქციას, რაც უზრუნველყოფს შემთხვევების უმეტესობის მართვას პირველ დონეზე, ამცირებს ჰოსპიტალურ დატვირთვას და აძლიერებს სისტემის ეფექტიანობას. კაფიო რეფერალური მექანიზმი უზრუნველყოფს უწყვეტ და კოორდინირებულ სამედიცინო მომსახურებობას. ჰოსპიტალური სისტემა ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ქვეყანაში არსებობს დაახლოებით 800-მდე სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის რეაბილიტაციის ცენტრები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები, ჰოსპისები, დღის სტაციონარები და სპეციალიზირებული კლინიკები. თუმცა სისტემის ბირთვს წარმოადგენს დაახლოებით 21-23 რეგიონული გადაუდებელი დახმარების, ეგრეთ წოდებული მწვავე ჰოსპიტალი, რომლებშიც შედის 4 საუნივერსიტეტო სუპერჰოსპიტალი. სწორედ ამ მოდელზეა დაფუძნებული დანიური მიდგომა, ნაკლები რაოდენობის, მაგრამ დიდი მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალები. ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2,500 მოსახლეზე, რაც შედარებით დაბალია, თუმცა ასახავს ამბულატორიულ და დღის სტაციონარის განვითარებას და რესურსების ეფექტიან გადანაწილებას. სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი არის პრევენცია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. დანია აქტიურად ახორციელებს პროგრამებს ქრონიკული დაავადებების პრევენციის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიმართულებით, რაც გრძელვადიან პერიოდში ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის შედეგებს. ამ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალებს შორისაა რიქს ჰოსპიტალი კოპენჰაგენში, ორჰუსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ოდენზეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და ოლბორგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. ისინი ასრულებენ სამმაგი ფუნქციას: მაღალი სირთულის კლინიკური მომსახურება, სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევა. რაც შეეხება სამედიცინო განათლებას დანიაში, ისიც გამორჩეულად მაღალი სტანდარტებით ხასიათდება. ექიმის მომზადება მოიცავს 6 წლიან საუნივერსიტეტო პროგრამას, რასაც მოჰყვება 1 წლიანი კლინიკური პრაქტიკა და 4 6 წლიანი სპეციალიზაცია.
ყოველწლიურად 4 უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ირიცხება დაახლოებით 1200-1300 სტუდენტი. ექთნების განათლება გრძელდება 3.5 წელი და მოიცავს მნიშვნელოვან კლინიკურ პრაქტიკას. ჯანმრთელობის ინდიკატორები ასახავს სისტემის ეფექტიანობას. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 81-82 წელს. ახალშობილთა სიკვდილიანობა 3-4 შემთხვევა 1000 ცოცხლად შობილზე. ექიმების რაოდენობა დაახლოებით 4.2 1000 მოსახლეზე, ხოლო ექთნების 10-11 მოსახლეზე. კერძო სექტორი შედარებით შეზღუდულია, თუმცა აქტიურია დიაგნოსტიკაში, რეაბილიტაციასა და გეგმიურ ქირურგიაში. მოსახლეობის დაახლოებით 20-25% ფლობს დამატებით კერძო დაზღვევას, რომელიც ძირითადად ემსახურება მომსახურების დაჩქარებას. მიუხედავად ამისა, სისტემის ბირთვი რჩება საჯარო სექტორი. საერთო ჯამში დანიის ჯანდაცვის სისტემა წარმოადგენს მაღალი ხარისხის ფინანსურად მდგრად და კარგად ორგანიზებულ მოდელს, რომელიც აერთიანებს ძლიერ პირველად ჯანდაცვას, ოპტიმიზირებულ ჰოსპიტალურ ქსელსა და მაღალტექნოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკებს. ეს კომბინაცია მას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და სამაგალითო სისტემად თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში.